მოგესალმები გიო ბიჭებო მოგზანდით გიო დღეს ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საკითხზე სასაუბრო ჩვენ თამაშისთვის არ გვცალია ჩვენ ვართ მუშა ხალხი ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და დავანახოთ სახელმწიფოსაც საზოგადოებასაც რომ ჩვენ რეალურად საქმის გამკეთებელი ხალხი ვართ და ყველაფერს ვაკეთებ რომ ახალგაზრდებს ვასწავლო სწორ გზაზე დავაყენო გიო აი ესე მოდი და უბრალოდ დავანახოთ საქართველოს მოსახლეობას გახსოვთ ჩვენ შევკვიდით რომ ჩვენ შემოვიყვანდით ისეთ ავტომობილებს ოჯახისთვის ტაქსისთვის წარმოებებისთვის რომ ვერავინ ვერ შემოიყვანდა და ვერც მოაგვარებდა ამ საკითხს ახლა გიო აჩვენე ეს ავტომობილი ესე აჩვენე ეს ავტომობილები ჩვენ ყავს აჩვენე ეს ავტომობილები ჩვენ ეს ავტომობილები ყავს დათო 5000 ავტომობილი აი აქ არის საუბარი 5000 ავტომობილზე გიო მოიწიე ახლა უყურე ჩვენ თქვით რომ ეს ავტომობილები გვეყოლებოდა დიდი რაოდენობით ზუსტად ის რაც რისთვისაც მე დავდიოდი პეკინში 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ ვიყავი რომ აი ეს საკითხი დამილაგებია რა საკითხია ეს არის ავტომობილი რომელიც გადის 560 კილომეტრს არის მხოლოდ და მხოლოდ სტრაპ დამტენი და არის სტრაპ დამტენი და გაივლის 560 კილომეტრს ქუთაისში ჩავდივარ და ჩამოვდივარ და კიდე რაღაც ზაპასი გვექნება ახლა მოდი დათო შენ ეს მანქანა წამოწიე ჩვენ რისთვის გავაკეთეთ ეს ავტომობილი ახლავე ახლა ჩვენ ამ ავტომობილს უყურებთ ბიჭებო 4-ვე კარები გააღეთ უკან საბარგული გააღეთ მოდი გიო ჩვენ ეს ავტომობილი დავათვალიეროთ აი მე ვთხოვ კახიკალაძეს ქალაქ თბილისის მერს რომელსაც ძალიან დიდ პატივს ბატონო კახა რაღაცა მაინც ხალხისთვის უნდა გაკეთდეს და რაღაც გაითვალისწინე დამიჯერე ესე ჯობია მე დიდი გამოცდილება მაქვს ჩვენ ხალხს უნდა ცოტა სამუშაო მივცეთ პურის ფული მაინც ვაშოვიოთ ამ ხალხს და რაღაცა პროცენტი მაინც კმაყოფილი იყოს უყურეთ როგორ არის ზუსტად ეს ნომერი უნდა ქონდეს ამ ავტომობილს ეს ფერი უნდა ქონდეს იმიტომ რომ ზუსტად ესეთია თელ ჩინეთში და მით უმეტეს პეკინში უყურეთ აი შეხედეთ ეს არის ჩვენი სტანდარტები აი ეს არის ჩვენი სტანდარტები და ეს არის ელექტრომობილი მოდი ახლა რადგან ეს ავტომობილი უფრო უკეთესად დგას მოდი ამაზე დავიწყოთ საუბარი და თუ ეს გააღე როგორ იღება ეს არის შხამი დამტენი ეს არის სტრაპ დამტენი უყურეთ როგორ არის გიორგი როგორ არის ეს ავტომობილი ჩინეთის სახელმწიფომ გამოუშვა იმიტომ რომ ეს ყოფილიყო სახელმწიფო ავტომობილი ტაქსი და დანარჩენი სხვა მთელი საქართველოს სახელმწიფო უნდა დადიოდეს მსგავსი ავტომობილით აი თქვათ აი ამ ავტომობილით რატომ იტენება 15-20 წუთში ყველგან დგას ამის დამტენი და დამტენებიც მოიტანეთ ამის დამტენები მოიტანეთ და თქვენ წარმოიდგინეთ აი ალუმინის დისკები საბურავები კარგი სტრაპ დამტენი და უყურე გიო აი ეს ავტომობილი არის ბიზნეს კლასი შეხედეთ ეს გათვალისწინებულია
უშუალოდ ტაქსისთვის. ეს ჩვენ შევუკვეთეთ, რომ თელ საქართველოში ჩაგვენაცვლებია ტაქსი, მაგრამ ეს სახელმწიფოზეა დამოკიდებული. მამაჩემი დათო იყო ტაქსი მძოლი და სულ წუწუნებდა, რომ ხარჯი აქვს. აი ეს ავტომობილი 10 წელი ისე იმუშავებს, რომ ერთი ლარიც კი არ ექნება დასახარჯი. მე მინდა მამაჩემის კოლეგებს, ტაქსის მძღოლებს მივესალმო, მოულოცო ყველა დღესასწაული, რამე თუ ყოფილა დღემდე და იქნება მომავალში, ტაქსის მძღოლი ვინ არის დათო? ტაქსის მძღოლი არის მამა, ოჯახის პატრონი, წესიერი ადამიანები, რომელმაც მუშაობა იციან და უნდათ რომ რაღაცა პურის ფული სახში შეიტანო, ხო? ამისთვის იბრძვიან, ხო, ეს ტაქსის მძღოლები. ამიტომ ტაქსი ძალიან ბევრია საქართველოში და მე რასაც ახლა ვეთქვი ტაქსის მძღოლს, ეს არსად ტაქსის მძღოლებს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, არსად ეს არავისთვის არ უთქვიათ. გახსენი და მოიტანე. აი, გიო, მოდი შეხედეთ. აი, შეხედეთ. ეს არის ბიზნეს კლასის ტაქსი. შეხედეთ. მენიუ ინგლისური, რუსული, ყავის სავარძელი ავტომობილს რო არ აქვს, ისეთი არაფერი არ არის. ახლა შეხედეთ. ტაქსის მძღოლისთვის ბევრი რამ აქვს, ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა. აი პირველი, აი დამტენი, შეხედეთ. სადაც გინდა დაატენეთ და დააყენეთ და არის სტრაფ დამტენი. მოდი, გადავინაცვლოთ. გიო, წამოდი. ჩვენ ეს ყავს 5000 ავტომობილი. მოდი გიო, აი დავიწყოთ. სალონი ყავის და რამე თუ არსებობს, ახლა ის აქვს და ეს არ აქვს, არა, რამე თუ არსებობს, ყველაფერი აქვს და ტაქსის მძღოლები ახლა მე მისმენენ და ჭკვიანები არიან და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და მე გეტყვით და მომისმინეთ კარგად. ნუღურეთ. ტაქსისთვის რა არის მთავარი? შეხედეთ, უკან იყოს დიდი კარები და დასაჯდომი იყოს დიდი. მოდი. ჯაჯიკი, მიიწიე. გიო, ამდე იქიდან მიდი. კახა მიდი. მიდი უცებ. ჯაჯიკი. აი შენს დაიწიე, ცოტა იქით. დაბრძანდი დათო. აი შეხედე. სამი კაცი ჩვეულებრივად დაждდა, ხო? ახლა ცოტა მიიწიე. ხაშურიდან მოვდივართ და მეტი საშუალება არ არის, ხო? მოდი აბა. აი ჩვეულებრივად დავჭიქით, ხო? 4 კაცი. აი დათო, მოდი. აი შეხედე, ადგილი რამოდენა აქვს. ესაა ტაქსისთვის მთავარი. შიგნით კავიორი თუ რამე არსებობს, არის გადმოდით ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი. ეს არის ლონგი, იცოდეთ, ლონგი ქვია დიდ კარებს, ხო, დიდ კარებს. შეხედეთ. აი საბარგული. აი რამოდენა საბარგული აქვს. შეხედეთ. აი შეხედეთ სათავსო. ეს საბარგული დათო არის 1 2 3 4 5 6 7 8. 7-8 სტანდარტული სუმკა, რომელიც საზღვარგარეთ მიაქვთ, აი ეს ეტევა. 433 ლიტრი მოცულობისა, რამდენი ღვინო ჩაეტევა წარმოიდგინეთ. ძალიან ბევრი. აი შეხედეთ. ტაქსისთვის ეს არის თავარი. ახლა მოდით ბიჭებო, არა, მოდი ვნახოთ ეს საბარგული. შეხედეთ. ვიზუალურად ძალიან მაგარია. ავტომობილს აქვს 6 წელი გარანტია. შეხედეთ სივრცეს. ესეთი ავტომობილი საქართველოში არ დადის. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო ქარხანაში დამზადებული ავტომობილი და ამით დადის ჩინეთის პრეზიდენტი და ევრო 5-ის ავტომობილია. ელექტრო. მოდი აქედანაც აჩვენე გიო. დახვეწილი ტყავის დიზაინი. ახლა დაჯექი წინ. დათო, დაჯექი. აი თავისუფლად უნდა შდებოდეს და თავისუფლად უნდა გადმოდიოდეს
ავტომობილიდან. ახლა მოდი, გადმოდით ბიჭებო, მოდი. გიო მოდი, ახლა ესეთ განცხადებას გავაკეთებ. მე კიდე გეუბნებით, მამა ჩემი იყო ტაქსის მძღოლი. მოდი ისა სიო. კახა, მამა ჩემი იყო ტაქსის მძღოლი. ტაქსის მძღოლები არიან გამოცდილი ადამიანები. ამიტომ მათ უნდათ ხელი შეწყობა. მე მინდა გითხრათ, ვინც აი ამ ტაქსზე მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ ეს ავტომობილები, რადგან ეს არის 100% ელექტრო, აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით შეიძინოთ და ეს არის წელიწადში 2%. ჩათვალე, ეს არის ნაჩუქარი. 10 წლით მანქანა რო იყიდო 2% რა არის, როცა დღეს თბილისში არის 20%, ხო? ეს არის ხელი შეწყობა, მაგრამ ამას რატომ აკეთებს ზვიადი აზიის განვითარების ბანკი? იმიტომ რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი. ახლა რისი თქმა მინდა? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ტაქსოპარკი, ამის ყველანაირი საშუალება არსებობს, მაგრამ მინდა მივმართო კერძოდ რომ მუშაობენ. თქვენ შეგიძლიათ ორშაბათიდან მოხვიდეთ, დაათვალიეროთ, დატესტოთ და თუ თქვენ ივლით აი ეს როგორიც არის ეს ავტომობილი, მე თქვენ ახლა გიო და იმ ადამიანებს, ვისაც აქვს, რასით მამა ჩემი ესე იძახოდა, ატეკა, ტაქსის ლიცენზია. არა, ტაქსის ატეკა გვაქვს. სენაკში იყო ესეთი ტაქსის ატეკა, ხო? ახლა რა ვიცი, რა თქვია, ტაქსის გარაჟი, ან რა ვიცი, რაც გინდა ის შეარქვი სახელი, ხო? აი როგორ იქნება, ვისაც ყავს ტაქსები და ტაქსის ბიზნესი, ბატონებო და ქალბატონებო. ვისაც ჭირდებათ ავტომობილი, ვისაც გაქვთ ტაქსთან შეხება 10, 20, 100, 200. ჩვენ ამ ავტომობილს მოგცემთ აი ამ ფასში. აი შეხედეთ, თუ ავტომობილი ივლის აი ამ ჩვენი წარწერით, ავტომობილი უნდა გაირეცხოს ყოველ დღე და ესე სუფთად უნდა დადიოდეს. რატომ? ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ ავტომობილს დათო მივცემთ თავის ფასში. აი ერთ თეთრს არ დავამატებ. აი ამის არის კიდე უფრო დაბალი ვერსია, რომელიც გადის 450 კილომეტრს, მაგრამ ეს არის ბიზნეს კლასი, ყავი და თუ რამე აქვს, კონდენსირება და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ გიო ამ ავტომობილს, რომელიც არის 560 კილომეტრს გაივლის, ჩვენ ამ ავტომობილს მივცემთ თავის ფასში. ახლა მოიწიე და ერთ რამეს გეტყვით. კახეთში ერთმა მდიდარმა კაცმა მეზობელს აჩუქა ვირი. კაცო, რატომ აჩუქეო? ჯო რაღაცაში არის საქმეო. ჯო რატომ აჩუქე ვირიო? კაცმა უთხრა, მდიდარი კაცი ვარ და მაქვს ამის შანსი დღეს და გაჩუქე ვირიო, წაიყვანე და ყავდესო რა. არაო, რაღაცაში არის საქმეო და აი ისე რო არ გამოვიდეს, მე გელაბარკალაია. ყველა ხო არ არის ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანი, თაღლითი, ან რაღაცა ცუდი უნდადეს, პირიქით, გელაბარკალაია და მისი ოჯახი მთელი ჩვენი ცხოვრება ვაკეთებდით სიკეთეს და მით უმეტეს გელაბარკალაია. თქვენ ხო იცით, ჩემს კომპანიებში ათასობით ახალგაზრდები მუშაობდნენ და მუშაობდნენ დღეს. მე თქვენ რას გთხოვთ? არაფერს. ეს არის თქვენთვის სამსახური. ეს არის დავაშკაცება, კაცობა, სინდისი, ნამუსი, ღირსება და საქმის სწავლება, ხო? ყოველ დღე მოდის ადამიანები და ახალ ადამიანებს იცნობთ. საქმეს სწავლობთ, ხო? მოდი ჩვენ შევუწყოთ ხელი და ჩვენ ვანახოთ. ეს დამიგავე? აი მოდი გიო, ჩვენ ვანახეთ თვით ღირებულება ავტომობილის. აი შეხედეთ. აი ავტომობილის თვით ღირებულება არის 16700 დოლარი, 16700 დოლარი და მას დაემატება გზის ხარჯი და ამ ავტომობილის ღირებულება იქნება 18900. აი წარმოიდგინეთ ახლა,
ეს ავტომობილი დღეს თვითონ პეკინში ღირს $30-35,000. ეს არის ბიზნეს კლასის ავტომობილი. მე უბრალოდ ჩემს პარტნიორებს ვთხოვე, რომ ქვეყანაში არ არის ის სიტუაცია და რამენაირად ეს რომ მოეცა ჩვენთვის. ახლა მე რა მინდა უთხრა ტაქსის მძღოლებს და ტაქსის კომპანიებს. ჩვენ ნებისმიერ ადამიანს მივცემთ ამ ფაში თუ ავტომობილი ივლის ესე. მაგრამ ჩვენი პირობა ესეთი ერთ თეთრს არ მოუმატებთ, ოღონდ მანქანა უნდა იყოს სუფთად. სუფთა მდგომარეობაში უნდა დადიოდეს, რატომ? იქ აწერია ჩემი სახელი და გვარი, ხო? ამიტომ მანქანა არის დღეს საქართველოში ნომერ პირველი. აი ამ ფაში ხო არავინ არ მოგცემს. 6 წლიანი გარანტია. 6 წლიანი გარანტიით ასეთ ფაში ავტომობილს არავინ არ მოგცემს. დათო, კიდევ ერჯერ გავიმოვარებ, რომ გასაგები იყოს. 5,000 ავტომობილი მყავს. ვაძლევ $18,900 უკვე აქ ჩამოყვანილს და აგერ დგას. აგერ არის ინვოისი, ორიგინალი, თან ხო ანახე არა? მოდი კიდევ ერჯერ რომ ანახოთ. უყურე დათო, ეს არის ორიგინალი ინვოისი. ეს ავტომობილი მოდის პეკინიდან თბილისამდე და კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ძვირად ღირებული ავტომობილია, მაგრამ ჩვენ წარმოიდგინეთ, რომ მე რა მინდა? მე მინდა, რომ რაც დედა ჩემმა დამიბარა, რომ სიკეთე აკეთეო. ახლა ვინ როგორ გაიგებს ამ სიკეთეს? არც მაინტერესებს. მე მინდა სიკეთე გავაკეთო და ვისაც სიკეთეს გაუკეთებ, ან ვიზედაც სიკეთე გამიკეთებია დათო, ყველა მიცის, რომ ეს არის სიკეთე. თუ არა და გადამოწმე სადმე, სადაც გინდა გადამოწმე, მსგავსი სიკეთე დღეს ძნელია ადამიანმა გააკეთოს, ხო? რამდენი გინდათ, იმდენ ავტომობილს მოგცემთ. მოდი კიდევ ერთხელ გავიაროთ. ამ ავტომობილის სახელი არის Honchi EQ-M5+. ეს არის ბიზნეს კლასის ავტომობილი და კიდევ ერჯერ მინდა ყველა ტაქსის მძღოლს ურჩიო. კაცურად გეუბნებით, არის სინდისი, ნამუსი, ღირსება. მე არ მინდა ამის ფულის მოგება. მე მინდა რომ იაროს საქართველოში ტაქსმა ჩემი სახელით, ეს იქნება მისი საკუთრება. ბაკიდან დავეხმარებით რომ სასხი აიღონ და იაროს ესე. თუ ესე არ უნდა სიარული, მე კიდევ ნახოთ, დავილაპარაკოთ როგორ ჯობია. მე მინდა ყველა ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც მინდა რაღაცა კუთხით მოგეფეროთ, რაღაცა კუთხით ხელი შეგიწყოთ და მადლიერი იყოთ და სადაც დაждებით ქართულ სუფრაზე თქვათ, რომ ღმერთმა ამ კაცს გაუმარჯოს და მის ოჯახსო. მათემ იცის ყველამ რომ გუშინ ამსტერდამი, ხო? ამსტერდამში გუშინ თავის შეყვარებულს ხელი თხოვა და კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვაკეთებთ ეს, იყოს, მოდი ეს მათეს სახელზე იყოს და მათეს სახელზე მივცეთ საქართველოს მოსახლეობას ეს ავტომობილი თავის ფაში. ამას ძალიან ბევრი ელოდება საქართველოში, მაგრამ დღეს უკვე ჩამოვიდა დიდი რაოდენობით ავტომობილი, ყავს 5,000 და მინდა ყველა ტაქსის მძღოლი იყოს ბედნიერი. დღეს ტაქსის მძღოლები ნაქირაები ავტომობილით დადიან. მე ყველანაირად ხელს შევუწყობ, რომ ავტომობილი იყოს მისი საკუთრება, თავის სახელზე გაფორმებული და ორი კაბიკი ფული ქვია, ხო? დღეს ნებისმიერი ტაქსის მძღოლი აი ამ ტაქსით 250-300 ლარს იშოვის. კიდევ ერჯერ დათო, ვიზუალურად ვანახოთ. შეხედეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია დამტენი, არის სტრაპდამტენი, აქედან ქუთაისამდე ჩვენ გვაქვს დამონტაჟებული და ყველგან შეგიძლიათ დატენოთ ისე რომ თქვენ რიგი არ დაგჭირდებათ. თბილისში კიდე 6-7 ადგილზე არის, იქაც რიგი არ გექნება თქვათ და აგერ კიდე მოყვება დამტენი, რომელიც ექნება სიტყვაზე თქვათ სახში. ეს დამტენი არის ცალკე თემა. აი უყურე, ეს დამტენი არის გიო ცალკე თემა, ვინაიდან შეხედეთ, ეს არის ცალკე თემა.
ეს ავტომობილი არის ცალკე, ეს არის ცალკე გასაგებად მინდა რომ აუხსნა იმ ადამიანებს, ვინც არის ამ ავტომობილი დაინტერესებული, იტენება სწრაფად და ერთს გეტყვიდათო. არის ესეთი ავტომობილი დღეს საქართველოში? არ არის. არც საქართველოში არ არის, არც ერევანში არ არის, არც აზერბაიჯანში არ არის და არც კავკასიაში არ არის. აი, ვაშკაცობა რა არის, იცით ვაშკაცობა? უბრალოდ მე არ მინდა ახლა სიმართლის თქმა, მაგრამ მიწევს ზოგჯერ სიმართლის თქმა. მე რომ ხელს არ მიშლიდნენ საქართველოში მხოლოდ ივლიდა ყველა აი ესეთი გარეცხილი და მოწესრიგებული ავტომობილი. როცა მოდის ტურისტი, აეროპორტში ხვდება პოლიციელი. პოლიციელი უნდა იყოს ჩაცმული უმაღლეს დონეზე. მერე გამოდის და ხედავს პოლიციის ავტომობილს. ამის შემდეგ მიდის უნდა დაждდეს კახა ტაქსში, ხო? როცა ნახავს აი ესეთი ტაქსი ყავს საქართველოს პარკს, მაშინ იტყვის რომ ეს ქვეყანა არის მაღალი დონის, მაღალი ხარისხის ქვეყანა. მოდი კიდევ ტაქსის მძღოლებს, კომპანიებს, საქართველოს მოსახლეობას 5000-მდე პასუხს ვაგებ რომ ავტომობილი ყავს და მინდა თავის ფასში. აგერ არის საბუთი. კიდევ ერთჯერ გავიმეორებ, ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. არის ადამიანი, რომელსაც უნდა სიკეთის კეთება და მე მინდა სიკეთე გავაკეთო და ეს 5000 ავტომობილი, რომელზეც ერთი თეთრი მოგება არ იქნება, დავრიგო საქართველოს მოსახლეობას. კახა, როგორი საქციელია? ნამდვილად ვაშკაცური და ქართული. ვაშკაცური, ქართული და კაცური. უყურე როგორ არის, მე რას გასწავლით. უყურე, ფული ყველაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. აი, ფულზე უფრო ძვირი, ბიჭებო, ფულზე უფრო ძვირი ეს არის. ეს რა არის? ეს არის სახელი, ხო? ადამიანს როგორი სახელი ექნება. მოდი, უსურვოთ წარმატება ჩვენს საქართველოს ტაქსის მძღოლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ ავტომობილს შეიძენს და საქართველოს შეეცვლება ცოტა სიკეთისკენ იერი. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერად.